ნამდვილად ხარ თუ არა გულახდილი გულშევში მემაცალეთე ეს საქართველოს ღირსება ერთი მინდა თქვა რა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე 30 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ჩემი ქვეყნის ღირსება გამქონდა ქვეყნის გარეთ და შიგნითაც ქვეყნის შიგნითაც რაღაცა უღირსაქციელი მე პირადად ჩემი მხრიდან ასეთი გამოკვეთილი რომ მე ომისთვის დავიამერიდებინოს ერთი ომისთვის მეორე ომისთვის ან სადმე ვინმე დამეჩაგროს ან ადამიანისთვის არ მომესმინოს ან ვიცი პრობლემა არ მომეტანოს მთან და რაღაცა არ ქმედებოდი არ ჩამოვაცოს ესეთი არ მახსოვს და მაგალითად ეს არეკვა ასე თქვა მის ნამოზე იყოს და მე ხა ესეთ რაღაცებზე პასუხს ვერ გავცენ მოდით ესე თქვა რა ეხლა მე შემთხვევით არ მისგენ ნამდვილად ვიცი რომ თქვენი ყავით აი მედიის ავტორი და თუნდაც ის ქალბატონო უცხელად გეუბნებით რომ 2000 ბატი მარი ახალწელს ოჯახს ნახავ ეს დიდი საქმეა და დამეწუნეთ იმ 120 ნაცმოძრაობიდან ახსენს არ მოუფიქრები ეს ამბიჭმა მოიფიქრა და დამეწუნეთ ეს კარგი და კეთილი საქმე გაკეთა ერთი მინდა გითხრათ ეხლა ეს ხარ აი ამ ანტიკრიზისური სამსახურია ფაქტიურად მე მახსოვს რომ გვირდებოდა რომ ნებისმიერი მინისტრი მოვა თქვენთან და ანგარიშს ჩვენ უბრალოდ რამოდენიმე მინისტრთან მიმართებაში აი მაგალითად გარემოძრაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი უდა დაინიშნა ჩვენ შევხვდით მას როგორც ანტიკრიზისის როგორც ფრაქცია და ანტიკრიზისის საფრთხის ფორმატითაც და იყო ესეც საუბარი ჩვენ მას მოითხოვა რა ორი თვე რომ ასე ვთქვათ კარგად გაერკვეს იქ დეტალებში სიტუაციაში და აუცილებლად შევხვდებით ჩვენ ახლა აუცილებლად მოვიწევთ საგარეო საქმეთა მინისტრს აუცილებლად შევხვდებით ასევე იქნება კულტურის მინისტრთან მიმართებაში და ასე შემდეგ ანუ ჩვენ შეზღუდვა ამ ხრივ არა გვაქვს და რამდენადაც მე ასე ვთქვათ უკვირდები სიტუაციას და ხედავ წინააღმდეგობა ჯერჯერობით ჩვენ იმ საქმეში რომ ახლა ვიღაცა შეიძლება მოვიწვიოთ და რაღაცა ვიკითხოთ და რაღაცა გამოვიკითხოთ ასეთი რამ ნამდვილად არ ხდება მე შეკითხვა მაგასთან დაკავშირებით ჯერ მაყურებელი შემოვიყვანოთ მაშინ გისმენთ დიახ ეთერში ხარ აი თიშა გავგეთიშა კი რა მინდა გითხრათ არის ფესახში კავკასიას უყურებ მე შეიძლება რომ კავკასიას არ ძალიან კარგი ბადებს თუ ატყობთ აი არა მე ხა ერთი რამ მინდა გითხრათ რო დაახლოებით 20 დღის განმავლობაში მომიწია ასული ძალიან ცუდი შტაბ-ბიჭდებით დაუბრუნდი სხვათა შორის გერმანიიდან ინფორმაციით რომ გერმანიაში პირდაპირ მიდის მოსყიდვა გაზეთების მე სხვათა შორის მივეცი ინტერვიუ შპიგელს მივეცი საღამოს გაზეთს ჰამბურგის იქ შევხვდი მოვაწყო პრესკონფერენცია შევხვდი გარკვეულ წლებს შევხვდი დასთავარია ჰამბურგის მიწის ბუნდესტაგის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურას, ანუ იმ დეპუტატს, რომელიც ევროკავშირშიც წარმოადგენს გერმანიის დეპუტაციას და ქონდა მათთან საუბრები ამ რუსულ-ქართული პრობლემებისა და ამ ომის გარშემო. მაგრამ ჩემთვის ყველაზე ცუდი და რატო ჩამოვედი ცუდი შტაბ-ბიჭდების შეხვედრები კარგი იყო, მაგრამ შტაბ-ბიჭდება იყო უმძიმესი, როდესაც მე ნახე საღამოთი გადაცემა CDF-ზე მათი ასე ვთქვათ ესეთი არხი არსებობს სადაც გაუშვეს FSB-ს მიერ დაკომპლექტებული კი არა ჯერ შეკვეთილი და მერე გადაღებული ფილმი რომელსაც უძღვებოდა კარგად ჩაცმული კარგად ასე ვთქვათ გაპარსული და კარგად მოვლილი გენერალი რომელიც დადიოდა და აჩვენებდა და რაღაც ღაპრებს ხვდებოდა გარდა ამისა იქ ბევრი ასე ვთქვათ ინტერვიუ იყო და მათ შორის იყო ასე ვთქვათ ძალიან ცუდი შტაბ-ბიჭდება დარჩა, ძალიან მძიმე შტაბ-ბიჭდება დამჭა, როდესაც ეხლა მე ამას არ გავაცხადებ, მე ამ ფილმს ძალიან მალე ვეცდები ხოლმე გავუშვა და ნახოთ როგორ იქნება. როგორ გაიმართებს ეს ადამიანს ამ სადაც აი ამ ფილმში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც ძალიან ხშირად ქონია პრეტენზია რომ მას უნდა პრეზიდენტობა და შემდეგ საზიზღარ გასწრაფ ჩემი გადასახედიდან ძალიან ცუდ კომენტარს იძლევა და არც ერთხელ არ სვავს კითხვას და არასვავს პრობლემას რომ რუსეთმა ჩაატარა საქართველოს წინააღმდეგ ფაქტომასშტაბიანი აგრესია და ყველაფერი ყოფილა თურმე ქართველების გარე. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, როდესაც FSB-ს მიერ შეკვეთილი ტელევიზიაში და ტელევიზიაში მეთქი გადაცემაში, ფილმში მონაწილეობა ქართველებს. მე ამას აუცილებლად გავუშვებ. მე არ ვიცით რომ გავუშვათ. არა, უნდა გავუშვა, იმიტომ რომ არ შეიძლება საქართველოში ერთი ძახოდე და გარეთ რომ გახვალ იქ სხვა კომენტარები აქვს. აი, ეს რასაც გეტყვია ბატონო. არსებობს ძალიან ისეთი მაგრატები ხომ გაგიგია. მაგრატის მოჭრა ხდება მონტაჟი. აქედან არა, მონტაჟი არ იყო ის. აი, ეგება
იმ CDF-ის ჟურნალისტმა სხვა მოტივით, სხვა შეკითხვა დასვა, საუბრი და რაღაცა ნაწილი ამოჭრა, ჩაამონტაჟა. მაშინ ამას რეალურად მონტაჟი და იმას კი ბატონო, მონტაჟი თქვენ ხო პროფესიონალები ხართ და კარგად იცით რა არის მონტაჟი. მე სხვათა შორის თქვენ კი იცით, მაგრამ მინდა თქვა მაინც რომ მინიმუმ 11 დოკუმენტური ფილმის ავტორი ვარ, სხვა გადაცემებთან ერთად და პლუს კიდევ რომელსაც მე ვიღებ და მე თან მონტაჟის მონაწილეობას ვღებულობ და აქ შემეშენა. აქედან გამომდინარე მე მონტაჟს და არა მონტაჟს კარგად ვარ. როდესაც ადამიანი უწყვეტად ამბობს წინადადებებს და ეს წინადადებები ზრდება მითამიდერულად ესე იგი 6-7 წინადადებას ამბობს და წინადადებაში შინაარსი არის ცუდი და მონტაჟს ვარ. რომ ანტისახელისმოებო განცხადება ანტინაციონალური არ უნდა გადაიზარდოს განცხადება შენი განცხადება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ უნდა იყოს. კონკრეტულ ადამიანების წინააღმდეგ შეიძლება ნუ გავშვით ბატონო გია მოდი თუ კიდევ გავშვით სადმე თუ კიდევ ჩემთან გავუშვათ და ერთი არის რა ხალხმა განსაჯოთ აქ ხერხად მაგის მე ვარ ვამოყრო ხალხმა თქვენ უგაშო მაგიდან მე მოყოლოდი ახლა ზეპირად და ცუდი იქნებოდა ამიტომ ალბათ მაყურებელი შემოვიყარა და მეც მინდოდა ის ჩემი აზრით დამთავრებინა და არ დამთავრდა ეთეჩკარ ისმენ დია გამარჯობა ბატონო ისმენ პირველ რიგში გილოცავ კანადაზე ხაიცა ასევე დამოვიწყოთ ერთი მაინტერესებს ბატონო გია თუ შეეხო რომელიმე ვითომ გეზეთი პატიმრებს თქვენი ამინისტრია. ჯარისკაცე? ჯარისკაცე. დიო. კარგი, მე როგორც ვიცი იყო ამას. ეს ერთი კითხვა. დიახ. მეორე, ერთი რომელს გასწრები ხართ ბატონო გია, ბატონო დაქო, ციხიდან გამოსულ პატიმას. აი მან რო წერენ სიაფანზე რომ მალობელი ვარ დედის, ბაბუის, მამიდის, დეიდის გამოშვებაზეო. თუ რომელიმეს გასწრები ხართ რომელიმე ციხიდან და თითზე ჩამოსაკვევით უკრავთ ადამიანი. რომ გამოუშვეს თქვენი მაგაზე გავუსვი უკვე შეკითხვა. კარგი, დიდი მადლობა. მოდი ჩვენ ერთ წინადადებაში გავხსენ პასუხს. მე მექნება უახლოეს დღეებში მთელი სიები, მე ამ სიებს გამოვაქვეყნეთ. და მე ხა პატიმრების ციხიდან გამოშვების დასწრებას არა, ჯერ არ გამოშვებულა და ამიტომ 1200 ხა გამო, მაგრამ მანამდე ხო გამოვიდნენ რა. რამდენი გამოვიდა? გამოვიდა სულ ახლა 2200-ზე ლაპარაკი ერთი 800-900 პატიმარი უკვე გამოსვლები არის. ამიტომ რომელი დასწრები ხართ რომ მეუბნებით ახლა მე ყოველს არ გეტყვით თქვენ ნამდვილად ჩვენ ბატონო, იმიტომ რომ ჩემი ინიციატივა იყო რომ ეს პატიმრები გამოსულიყვნენ და პატიმრებს ოჯახის წევრები მე კი არ უნდა ვხდე გარეთ და კი არ უნდა ქულები ჩავიწერო რომ აი ბატონო ჩემო რა კარგი ბიჭი ვარ აი გავუგეთ ხალხს ეგონა კამერები არა ეხლა ერთ დღეში და ერთი ესე არ არის ესე გამოყავთ ხო ახალწლამდე ეს პატიმრები ახლა ვინც შეიწყალეს დღეს ესენი გამოვლენ უახლოეს დღეებში ახამდე უკვე განაჩენილი გამ ამიტომ მე რაცაც გვირდებით იმას გეუბნები გამოვაქვეყნებთ ჩვენ იმ ყველა გამოსული პატიმარის სიას. სახელს და გვარს და. ჩემი მე შეგიძლია. კარგი გეუბნებოდა. დიდი მადლობა. რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. რეკლამა ჩვენს ეთერში. მოდით აი ეს გამოვიწყო მაყურებელი შემოვიყვანოთ კიდევ და ისე გავიდეთ, ოღონდ არ გასცეთ პასუხი ახლა რა. ისმენ დიახ ეთერში ხარ. ისმენ. დიახ ეთერში ხარ. ისმენ. აი ეს ძალიან კარგი რეკლამაზე გავდივართ. არის ბატონო გია ყოველ შემთხვევაში ძალიან ისეთი ბევრი ესე ვთქვათ დავალება გაქვს და ბევრი პრინციპი გაქვს ასაწევი არის შეძლებთ თუ არა ეს თქვენი ანტიკრიზისული საბჭო აი ამ პრინციპს გაწევას აი ესაც აგერ მაყურებელმა დარეკა შესვენების დროს ეგება ცენგასეთ პასუხი აი ამ სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებაზე რა შეძახიან ამას სამი ხალხებას ამას ეხება თუ არა მოდით და მოუყევით სამსახური ესე იგი ეხება 6 მუხს ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოდად გამოყენება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება სამსახურეობრივი სიყალბე ქთამის მიცემა ქთამის აღება რაღაცა გამოჩა სამსახურეობრივი